ფული, ხელისუფლება, გავლენა, საერთო ინტერესები, მსოფლიო წესრიგის დამყარება. მსოფლიოს მართავენ არა მმართველები, არამედ მსხვილი ბიზნესმენები. მე მოგიყვებით იმ 5 ოჯახის შესახებ, რომლებიც საიდუმლოდ მართავენ მსოფლიოს. მეხუთე, დიუპონები. დიუპონების ოჯახი წარმოადგენენ მსოფლიოში ყველაზე უხნათესავიან გვარს, 3500 ადამიანი. მათი ერთობლივი კაპიტალი წარმოადგენს 14 მილიარდზე მეტს. თითქმის საუკუნეა ისინი რჩებიან ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ოჯახად ამერიკაში. დიუპონები გაექცნენ საფრანგეთის რევოლუციას, ჩავიდნენ ამერიკაში და დაარსეს ფხვნილების კომპანია. დროთა განმავლობაში ისინი ჩაერთენ ასაფეთქებელი და სხვა ქიმიური ნივთიერებების წარმოებაში. დიუპონებს სურდათ მოეპოვებინათ კონტროლი თეთრ სახლზე. პედ დიუპონ მეოთხე, რომელიც იყო გუბერნატორი, თავისი კანდიდატურა წამოაყენა საპრეზიდენტო არჩევნებზე 1988 წელს. მეოთხე, ფერერო. წმინდა ვალენტინის დღეს 2015 წელს მონტე-კარლოში გარდაიცვალა მიკელ ფერერო. მან დატოვა 23 მილიარდი დოლარი და იტალიური შოკოლადის იმპერია. ოჯახი ფლობს შოკოლადის მარკას ფერერო როჩერს. მიკელი იყო მესამე პიროვნება ოჯახში ბიზნესის სიდიდით. 80-იან წლებში მან თავისი შვილები დანიშნა კომპანიის გენერალურ დირექტორებად. ის იყო ცნობილი როგორც ყველაზე მდიდარი და იდუმალებით მოცული ბიზნესმენი მთელ ევროპაში. იგი არასდროს ლაპარაკობდა თავისი გავლენის შესახებ. ფერერო როჩერს ხშირად საახალწლო და საშობაო შოკოლადსაც უწოდებენ, რადგან 2015 წლის ბოლო 3 თვეში მათ გაყიდეს თავიანთი პროდუქციის 61%. წელიწადში იყიდება 3,6 მილიარდზე მეტი შოკოლადი 40 სხვადასხვა ქვეყანაში. აქედან 28 ევროპის, 9 ამერიკის, 9 აზიის, 2 აფრიკისა და 2 ოკეანეთის ქვეყნებში. მესამე, უოლტონები. ძმებმა სემ და ჯეიმს უოლტონებმა 1962 წელს ამერიკაში დააარსეს პატარა კომპანია სახელად Walmart-ი. დღესდღეობით კომპანიას ოჯახის 6 წარმომადგენელი მართავს და ისინი ფლობენ კომპანიის 54%-ს. ისინი გახვნენ წინაპრების გზას და გახდნენ ყველაზე მდიდარი ოჯახი მთელ ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქვე დავამატებ, რომ 2016 წელს ჟურნალ Forbes-ის კვლევის შედეგად ამერიკის ყველაზე მდიდარი ოჯახების სიას უოლტონების ოჯახი ლიდერობს. ისინი ფლობენ მსოფლიოს უმსხვილეს სავაჭრო ქსელს. მათი წლიური შემოსავალი 130 მილიარდზე მეტია. Bloomberg News-ის თანახმად, ისინი არიან ამერიკის შეერთებული შტატების მსხვილი სპონსორები 1999 წლიდან. 2014 წელს ამერიკის შეერთებული შტატების შრომისა და დასაქმების კომიტეტმა გამოაცხადა, რომ Walmart-მა 14 სხვადასხვა შტატში დაარღვია ადამიანის შრომითი უფლებები. 21 საუკუნის დასაწყისში მათ დახარჯეს 80 მილიონ დოლარზე მეტი და დააფინანსეს პოლიტიკოსები, რაც შემდგომში კარგად აისახა ბიზნესზე. მეორე, როკფილერები. დღესდღეობით როკფილერები რჩებიან ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ოჯახად მთელ მსოფლიოში. იმდენად მდიდარ ოჯახად, რომ მათი შემოსავალი რომ გადავანაწილოთ ოჯახის 174 წევზე, გამოდის, რომ თითოეულ შეხვდება 11 მილიარდი დოლარი. ჯონ როკფილერმა დაიწყო ოჯახის სახელის განთქმა, როდესაც დაარსა კომპანია Standard Oil, რომელიც დროთა განმავლობაში ძალიან ძლიერი გახდა, ამიტომ ეს კომპანია ხელისუფლებამ გაყო 3 ნაწილად. ესენია Chevron, BP და ExxonMobil. დევიდ როკფილერმა, რომელიც მართავდა კომპანიას საკმაოდ წარმატებულად და დიდი ხნის განმავლობაში გახლდათ კომპანიის დირექტორი, უარი თქვა ქვეყნის სახაზინოს თავმჯდომარეობაზე. 1975 წელს იგი შეხვდა ახალგაზრდა მარგარეტ ტეჩერს და მისი თანდასწრებით მართავდა შეხვედრებს პრეზიდენტთან, ბანკირებთან. 4 წლის შემდეგ მარგარეტ ტეჩერი გახდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ცოლი და დაიწყო დიდ ოჯახებთან მომგებიანი ურთიერთობების დაწყება, მაგალითად როგორიცაა როკფილერების ოჯახი. პირველი, როტშილდები. როტშილდების გერმანული ოჯახის იმპერია დასაბამს იღებს მე-18 საუკუნეში. გერმანიის მერი გვარად როტშილდი დაკავებული იყო საბანკო საქმიანობით. მერმა შეძლო დაეგროვებინა კაპიტალი და დაეწყო დამოუკიდებელი ვაჭრობა ევროპის 5 სხვადასხვა ქალაქში, სადაც ბიზნესი მის 5 შვილს ჩააბარა. მათი შემოსავალი ძალიან მალე გაიზარდა, იმდენად რომ დღესდღეობითაც ყველაზე მდიდარ ოჯახად ითვლებიან მთელ მსოფლიოში. მათი შემოსავალი მერყეობს 35 მილიონიდან 140 მილიარდამდე. მათ ბრალს დებენ მეორე მსოფლიო ომში ორივე მხარის დაფინანსებაში, ასევე ჰოლოკოსტის დაფინანსებაში. ისინი აკონტროლებენ მსოფლიოს ცენტრალურ ბანკს. მათი სავარაუდო მოტივაციაა დაამყარონ მსოფლიო წესრიგი და ამისთვის ისინი ყველაფერს აკეთებენ. იქნება ეს სისხლიანი რევოლუცია თუ მსოფლიო ომი. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ მათ ეკუთვნით მსოფლიო კაპიტალის 80%. ცენტრალიზებული Rothschild Group-ი აკონტროლებს 50-ზე მეტ საბანკო სააგენტოს. ასევე ისინი არიან დიდი ბრიტანეთის დედოფლის პირადი მრჩევლები. მადლობა ყურადღებისათვის. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. ასევე კომენტარებში დააფიქსირეთ თქვენი აზრი.